საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი. ისინი თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს, შემდეგ კი ძლიერი საქართველო ლელუსა და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი თქმით, საუბარი ქვეყანაში გაძლიერებულ რეპრესიებს, 4 ოქტომბრის არჩევნებს, ამ დღეს გამართულ საპროტესტო შეკრებას, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს და უცნებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას შეეხო. მე პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო და უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს. ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერია, არის პროგრესი და იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება. ვესაუბრეთ იმ კონტექსტზე, რა კონტექსტშიც დღეს ვიმყოფებით, როდესაც რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით, ასევე ის პროვოკაცია, რომელიც მოაწყო ასევე ქართულმა ოცნებამ, შეფასდეს და მიეცეს მას შესაბამისი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სანქციები და ჩვენ უთხარით, რომ საქართველო არ იმსახურებს იზოლაციას იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი და მისი წარმომადგენლები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის. დელეგაციის ვიზიტს დღეს ჩვეული რიტორიკით გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი. ჩვენ ერთი კითხვა უნდა დავუსვათ ყველა ამ ადამიანს. ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომელიცაც მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და მეორე ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომელიცაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად და მათი ნება, რომელიც გაცხადდა 2024 წელს და სხვათა შორის გამეორდა ახლა იგივე რაოდენობა ხმა მიიღო ქართულ ოცნებმა გამოაცხადეს თქვენს რომ არ ითვლება მათი ნება. ვკითხოთ, ამიტომ თუ გექნებათ შეხება ამ დეპუტატებთან, ვკითხეთ და თუ კი ამ ადამიანებმა თქვენს რომ კი მხარი დაუჭირეთ, რა თქმა უნდა ესენი არიან ანტიდემოკრატები და ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელი ადამიანები. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია გუშინ შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დღეს კი დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.